ველობილიკები, საავტობუსე ზოლები. ეს არის ის მიმართულებები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის და დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი შვილიშვილები გვეტყვის მადლობას ამ განხორციელებულ რეფორმაზე. თბილისის მერიაში გაცხადებული სატრანსპორტო პოლიტიკით პირველი ცვლილებები 2017 წლიდან დაიწყო. დედაქალაქში ჯერ ახალი ავტობუსები გამოჩნდა, მალევე კი საავტობუსე ზოლები დაიხაზეს და სისტემატიზების პროცესში კონკრეტული გეგმის შედეგი საზოგადოებრივი ტრანსპორტით კერძო ავტომობილების ჩანაცვლება უნდა ყოფილიყო. პირადი ავტომობილებით მგზავრობაზე უარის თქმის ტემპი სასურველისგან 2025 წელსაც შორს არის. სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ეგრეთ წოდებული 10 სატრანზიტო დერეფნის შექმნა იყო, რომლის სისრულეში მოყვანაც დროში გაჭიანურდა. სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ანგარიშის წარდგენისას კი ითქვა, რომ პროექტის ეგრეთ წოდებული ხერხემალი ანუ სატრანზიტო დერეფნები შეკრულია, თუმცა სრული მონაცემები პრეზენტაციისას არ განუხილავთ. სადაც შევდივართ რეაბილიტაციით, პირველი რასაც ვაკეთებთ, ეს არის კომუნიკაციების მოწესრიგება და ცხადია, ყველგან ხდება იმის გათვალისწინება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს კომფორტული, იყოს სწრაფი. ჩვენ თავიდანვე დავაანონსეთ, რომ იქნებოდა 10 ძირითადი დერეფანი, რომელიც დღეს უკვე არის დასრულებული და რომელიც გვაძლევს ჩვენ შესაძლებლობას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დავაკავშიროთ ყველა დიდ გამზირს. უკვე მოძრაობს ქალაქში 18 მეტრიანი ავტობუსები, მათ შორის ახლა დამატებით 150 18 მეტრიანი ავტობუსი დაგვემატა. შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 10-ვე დერეფანი ქალაქში უკვე შეკრული არის. 40 კილომეტრი ბასლეინი არის დახაზული ქალაქის მასშტაბით, 40 კილომეტრის სიგრძის და კიდევ იგეგმება აღნიშნული ქსელის შესაკრავად ბასლეინების დახაზვა. თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ ქალაქში 40 კილომეტრის სიგრძის საავტობუსე ზოლი დახაზულია. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების მიმართულებით მომუშავე სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ 10 სატრანსპორტო დერეფნის შექმნა საკმარისი არ არის, თუ ერთიანი საავტობუსე ქსელის შეკრა არ მოხდა. მათი თქმით, თუ სქემა სრულად არ გაიმართა, წარმატებული შედეგის მიღწევა გართულდება. მეტრო, ჩქარი ავტობუსი, პერსპექტივში ტრამვაი და არ არის კიდევ ნახოთ ტრამვაიც ალბათ განვითარდება რაღაც დროის შემდეგ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს სატრანსპორტო კორიდორების საშუალებით. რამოდენიმე კორიდორი განხორციელდა, თუმცა სასურველია ის იყოს თავიდან ბოლომდე უწყვეტი. საზოგადო ტრანსპორტი მოძრაობს საავტობუსე ზოლში, შე შემთხვევაში გადაადგილდება უპრობლემოდ, თუმცა მას როდესაც ხდება ბარიერები წინ და გარკვეული კვანძი, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს დაგვიანებებს, გაჩერებებს და არ შეიძლება რომ ეს დროში გაიწელოს, ვინაიდან ჩვენ თუ მოუწოდებთ ადამიანებს, რომ ესენი ადამიანები გადავსხათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ფეხით სიარული განავლით არ უნდა ველოსიპედით გადაადგილდნენ, ამ შემთხვევაში მათ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა უნდა დავახვედროთ. საცობები თბილისის ქუჩებში დარგის სპეციალისტებისთვის იმის მანიშნებელია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეთავაზებული სერვისი საკმარისად კარგი არ არის. გამოწვევებს შორის ურბანისტები ეგრეთ წოდებული მიზიდულობის ცენტრების არათანაბარ გადანაწილებაზე და მათზე მორგებული ინფრასტრუქტურის დეფიციტზე საუბრობენ. სპეციალისტების შეფასებით, არსებულთან ერთად პრობლემური შესაძლოა ის პროექტებიც გახდეს, რომლებიც ცოტა ხნის წინ ქალაქის ცენტრში დამტკიცდა. საცობებს ქმნის ბევრი მანქანა, არამშენებლობები, შესაბამისად ქალაქის ცენტრის გამჭიდროვება, პირიქით არის იმის პირობა, რომ საცობები შემცირდეს, რადგან ისეთი ადგილების განვითარება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვითარებულია უკვე მაღალი ხარისხის მომსახურება და კიდევ პერსპექტივაში კიდევ უფრო განვითარდება, რა თქმა უნდა, სწორია. საცობებს იწვევს სწორედ ფუნქციები. ანუ მანქანები ტყუილუბრალოდ არ მიდიან არსად, ხო? მანქანები მიდიან კონკრეტული ფუნქციის გამო. როდესაც შენ აჩენ ფუნქციას რამდენიმე 10-ეულ, 1000-ეულ, 100,000-ეულ კვადრატულ მეტრს, იქ ეს კვადრატული მეტრები არის ფუნქციები. იმ ადამიანებს სჭირდებათ იქ მისვლა, ცხოვრება, თითოეული ადამიანი გადაადგილდება ან მანქანით, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ეს იწვევს სწორედ ერთ რაღაცა კონკრეტულ ვერტიკალურ მონაკვეთში ბევრი ადამიანის ერთდროულად მისვლა, შესაბამისად
საცობებში. თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია მეტროს განვითარებაც, რომლის არსებული მდგომარეობა საზოგადოების კრიტიკის საგანი ხშირად ხდება. ბოლო პერიოდში გახშირდა მეტროს ავარიული გათიშვებიც. სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე თბილისის მერმა განაცხადა, რომ მეტროს ახალი ვაგონების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული უახლოეს პერიოდში გამოვლინდება, რაც ამ კუთხით არსებულ გამოწვევებს უპასუხებს. რაც შეეხება დაანონსებულ მეტროს განვითარების მასშტაბურ პროექტებს, რომლის მიხედვითაც მიწისქვეშა ტრანსპორტის ახალი ხაზი ბაკეში უნდა გავიდეს და ახალი სადგურები გლდანსა და ვარკეთილში მოეწყოს. კახა კალაძე ამბობს, რომ მერია ამ საკითხის შესწავლის პროცესშია.